შეიძლება არ გაშუქდეს. არა. ის რენტგენის სურათი. ითხრეთ, პოლიციაში აიძახა თუ არა. უნდა ყოს სათითაო პაციენტის მდგომარეობა მიიტანო გულთან. აღიქვა საკუთარი როგორც მამა, როგორც ძმა ისე. ხო ესია. ანუ რა მოხდა? მამა მოხდა ავარიაში და ხო, და მივიყვანე, იმიტომ რომ კაცის სისხლი აღარ უწყდებოდა და მივიყვანე საავადმყოფოში. რა თქმა უნდა, მოვიდნენ, ხო, მოვიდნენ ექიმები და გაუკერეს ეს რაც შეეძლოთ, გავაკეთეთ ყველაფერივე ჩვენე მითხრეს. და ეხლა ყურადღებას რო არ მაქცევდნენ, მე უკვე მინდოდა შიგნით მინდოდა კალიდორში მინდოდა უშუალოდ შესვლა და არ მიცშვებდა დაცვა. ვუთხარი რომ ამიხსენით მაინც სანიტარი მაინც გამოგზავნით ხალხო და ამიხსენით მდგომარეობა. არავინ არაფრად არ მაგდებდა საერთოდ. მე უკვე დამიძახეს ტკბილად, იმიტომ რომ ფულის გადასხდის დრო იყო და აბა ჩემთვის უნდა დაეძახათ იქ სხვა არავინ არ იყო. რო შევედი მე მითხესო ყველაფერიო ჯერაცეთიო ისტერიკა საჭირო არ არისო შენი მხრიდან კაციო ამასო ისეთი მდგომარეობა არა აქვსო. ეხლა შენ ესე თავი გაიგიჟო ძაანო. სიცოცხლესათვის საშიში რამე არა აქვსო კაცო. უბო ძლიერი ტვინის შერყევა აქვს და ამას სერიოზული მიხედვა სჭირდებაო. წამოვიყვანე მე უთხარი ხო ყველაფერი გაუკეთეთ მეთქი რაღაცა ეხოსკოპიებიო თუ რაღაცა რაც საჭირო იყო ყველაფერი გადაუღეს. მე უთხარი აღარ აყოფილოთ აბა აქ რისთვის უნდა ვიყოთ მეთქი ტვინის შერყევიან სახლშიც მივხედავ მეთქი მე რაღაცა ნაგლეჯი მომიტანეს რაღაც ექიმის დანიშნულება სამი სიტყვა წერი ის ბოლომდე არ არის დანიშნულება. შარდმდენები აქვს დანიშნული მეტი არაფერი. ის რა დანიშნულებაა. ხო. და წამოვიყვანე კაცი უკან რომ სახში უნდა მიგეხედავ. ხო, იმიტომ რომ ტვინის შერყევა ქონდა, კაც მოტეხილობა არ ქონდა და საავადმყოფოში არ იყო გასაჩერებელი ფაქტიურად. იმიტომ რომ ტვინის შერყევა ქონდა. და საათში 20 ლარი ნამდვილად არ მქონდა რომ ეხადა, მთელი ღამის განმავლობაში. რამდენ 20 ლარს დაწერდა, როგორც სოჩიკი. წამოვიყვანე სახში, ორშაბათი ჩვეულებრივი იყო კაცი, ნუ ტკივილი ქონდა ხო აი ამ მარცხენა მხარეს, მთლიანი დაჟიჟილი ქონდა ეს მხარე. წამოვიყვანე სახში და ორშაბათს ღამე უკვე სამშაბათი ეთენდებოდა და დაიღუპა. თუ სიცოცხლესათვის საშიში რამე არ ქონდა, მაშინ მითხარიო შვილო აუცილებლად შეება დღეს არ გაქვს ფული, მაგრამ ხვა ზეგ მოიტანთ არა უშავს. რაღაცნაირად ნაწილობრივად, აი ესე ეტაპობრივად გადაიხდი. როგორც კაცი რო დაიღუპა და შემდგომში მივედიან უკრი ექიმი ვნახე, ვინც არის რა ვიცი უფროსი მაგმაში, მე უკვე დეტალურად ინფორმაცია გამიშიფრა, როგორ ხდება თურმე თუ პაციენტს არა აქვს ფული, რომ შეება ერთი თვე აი ესე ნაწილობრივ ეტაპობრივად გადაიხადო. ეს უკვე კაცი რო დაიღუპა მე მეუბნება. გამოძიება მიდის ჯერ. ნახოთ რა სიტუაცია. მოგებით ექსპერტის დასკვნას. პასუხებს. რით არის გარდაცვლილი? თავით, ნეკნით თუ რით, რა ვიცი. გვაინტერესებს ეგ. სიკვდილი რამ გამოიწვია? რამ გამოიწვია სიკვდილი? ეხლა ტვინის შერყევა რო სიკვდილს არ გამოიწვია და ეს უკვე ყველა მიცის, ეს ბავშვმაც იცის არაფერი. თუ ესენი ჩამოთვლილი და ისაა დამტროლი და ესაა და ისაა. მასე სულელი უნდა იყოს ძალათმა მოკლა ის კაცი. ვარ წამოვიყვანე და დავტოვებთ. მაგრამ ტვინის შერყევა აქვს მეტი არაფერი, всё. კაკერ სიცოცხლესათვის საშიში არ არის. არა და რაზე გიჟდები ერთი ვერ გავიგეო. და მაშინ ეთქვით ეტაპობრივად გადაიხადეთ შვილო, უნდა კაც დაკვირვება და არა უშავს, ფულზე ნუ ვილაპარაკებთ, ხო თუ გული შეგტკივა პაციენტზე. და თუ ფული არ აქვს ეს ფასიანიაო და რას ნიშნავს ესე წადი და რაც გინდა ისკენიო, ხო? პაციენტი შემოვიდა თვითდინებით, როგორც თვითონ განმარტეს იყო ავტოსაგზაო შემთხვევა. ამის შემდეგ ექიმებმა დაიწყეს მისი გამოკვლევა. თუ აღნიშნებოდა იმ წუთებში რა იმე? კი, აღნიშნებოდა სისხლდენა თავის არედან. მოხდა ქირურგის მიერ დახმარება პირველ რიგში. ამის შემდეგ მოხდა უკვე კვლევა, როგორც რენტგენოსკოპია, რენტგენოგრაფია, ასევე ეხოსკოპია. ასევე ანალიზებთ თუ კი რამე საჭირო იყო ასევე ნევროპათოლოგიის კონსულტაცია. ყველანაირად კურნალობა რაც საჭირო იყო და გამოკვლევას რაც ესაჭიროებოდა, ყველაფერი გაკეთდა. ამის შემდეგ პატრონის დაჟინებული მოთხოვნით და ასევე თვითონ იმ ადამიანის დაჟინებული მოთხოვნით იყო სურვილი სახში წასulis შესახებ. ნუ ჩვენ აუხსენით რომ ამ პაციენტს ესაჭიროებოდა დინამიკაში დაკვირვება. ანუ რა დაუდასტურდა გამოკვლევის შედეგად დაუდასტურდა ქალატვინის დახურული ტრამვა. ტვინის შერყევა. დაჟეჟილობა ეს ყველაფერი ეს იყო პირველადი გამოკვლევა. ამის შემდეგ მას ჭირდებოდა სტაციონარში დინამიკაში დაკვირვება, რაზეც კატეგორიული უარი განაცხადეს პატრონებმა. და
ხელწერილიც გვაქვს, დაგვიწერეს გავაცანეთ ჩვენ რომ შეიძლებოდა გართულებოდა სიტუაცია და ამიტომ მას დაკვირვება ესაჭიროებოდა, მაგრამ აი აქ მაქვს ხელწერილი, სადაც დაგვიწერა რომ აუცილებლად უნდა წაიყვანათ სახლში და წასულიყვნენ სახლში. როგორც მე გავიგე რომ გარდაიცვალა ეს მე მოვიდა ეს გოგონა ჩემთან და აქ ვისაუბრეთ ჩვენ პირისპირ ძალიან კარგად, ძალიან თბილად აუხსენე ეს მდგომარეობა, ისიც უთხარი რომ თქვენ რომელიმე ექიმა თანხაზე გელაპარაკათ რამე, არაფერი არ ულაპარაკიათ, უბრალოდ როდესაც მორჩა და ჩვენ გადავწყვიტეთ რომ უნდა წავიყვანა სახლში, მაშინ უკვე თანხა დაანგარიშდა და ამის შემდეგ მოხდა გადახდა, მაგრამ მე ესე ვიცოდიო რომ აქ ძალიან ძვირი იყო და ვის კითხე მეკითხე რა და არავის არ მეკითხე, უბრალოდ აბა რატო იცოდი ბოდიში და წყაროზე რას ლაპარაკობენ იმის გამიხედვით რატო ფიქრობ ჩვენ ძალიან ბევრ ავანტყოფს ვეხმარებით ვინც არიან თქვა შიდა სტანდარტით, მაგრამ თუ არა აქვთ იმ მომენტში თანხა ვაკეთებთ ესეთ რაღაცას ჩვეულებრივ ხელშეკრულებას ვდევთ და ადამიანის მდგომარეობაში შევდივართ რაც შეგვიძლია, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ექიმები და პირველ რიგში უნდა დავეხმაროთ მათ და არ არის აუცილებელი პირველ რიგში თანხაზე საუბარი რა. მით უმეტეს ავარიის სიტუაციაში ეს არ იყო არც გეგმიური არც ის რომ თქვა წინასწარ თანხებზე გველაპარაკა და რაღაცა ეს იყო შემთხვევა რომელიც პირველ რიგში უნდა დაეხმარო პაციენტს და ჩვენ ეს ყველაფერი გავაკეთეთ რაც აღწერილი არის, რაც დადასტურებული არის აბსოლუტურად და მეორე დღეს როგორც ვიცი ჩვენი სასწრაფოს ექიმებიდან მოხდა გამოძახება ბინაზე ამათთან ექიმმა იქაც შესთავაზა ასევე რომ ეს პაციენტი იყო სტაციონარში გადასაყვანი, მაგრამ გვაქვს ის ჩანაწერიც ოქმიც, რომელიც იწერება ვთქვათ თუ ექიმი თulis რომ ის სტაციონარში უნდა გადავიდეს და ეუბნებიან რომ არ აქვს სურვილი, იქაც აქვს დაფიქსირებული თავისი ხელმოწერა რომ უარსაცხადებენ სტაციონარში გადმოყვანაზე და გაცრავად და ჩვენ ციხე არ ვართ რომ ძალიან დავაკავოთ ვინმე.